მე ვარ ნინი ფუტკარაძე 15 წლის. სწავლობ ჩაისუბნის მეორე საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა უცხოელებთან კონტაქტი, ცეკვა და კომპიუტერული თამაშები. აქედან ყველაზე მეტად მიყვარს ტურისტებთან კომუნიკაცია. ეს ამბავი იმიტომ მომწონს, რომ ვიცი ინგლისური ენა და მომწონს მათი წაშუქებების გაგება. დედაჩემი არის ინგლისურის სპეციალისტი და მეც ბავშვობიდან დავიწყე ინგლისურის შესწავლა. ინგლისურის გარდა სურს ვიცოდე ესპანური ენა. პირველად უცხოელი რომ ნახე და დაველაპარაკე ვიყავი 9 წლის. სიტყვები მავიწყდებოდა, გრამატიკულად ერთმანეთს ვერ ვაბამდი, მაგრამ მერე გამიადვილ. ჩემი აზრით ინგლისური გამომადგება ჩემს პროფესიაში. ვაპირებ გავხდე მზარეული და შევისწავლო სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულო. დიდი ალბათობით მიქნება ჩემი რესტორანი, სასტუმრო და ვიქნები დირექტორი მე. ამ სასტუმრო რესტორანს დავარქმევდი ნინის ვარსკვლავს. კულინარია შემაყვარებებიან, ბავშვობიდან ვეხმარებოდი და უკვე ბევრი საჭმელის გაკეთება ვიცი. პირველად რო გავაკეთე საჭმელი, ვიყავი 10 წლის და ეს საჭმელი იყო შემწვარი კვერცხი. ახლა ყველაზე კარგად გამომდის პიცის გამოცხობა. ჩვენ სახლში ყველაზე კარგი დიასახლისი არის ბებია. ის არის მშრომელი, მოსიყვარული და მხიარული. სახლში კიდე ცხოვრობს ბიძია, რომელსაც არაფრით არ მოყავს სოლი. ვეჭვობ, რომ უკვე ყავს თავისი რჩეული. ახლა მინდა ვიყოთ 18 წლის, იმიტომ რომ შემეძლება მანქანის ტარება. სკოლას რომ დავამთავრებ, ვიყიდი შავ მერსედესს. თუ მე ვერ ვიყიდი, მიყიდის დედიკო. დედიკო არის ლამაზი, განათლებული და საყვარელი და ის არის სკოლის დირექტორი. გარეგნობით ნაზია და ლამაზი, მაგრამ სახლში ცოტა მკაცრია. არაფერი შეღავათი არაა სკოლის დირექტორის შვილი რომ ვარ, რადგან მე სხვა სკოლაში ვსწავლობ და დედიკო სხვა სკოლაში მუშაობს. მინდა მყავდეს ერთი ძმა. დედის ერთობა არის კარგი იმით, რომ კონცენტრაცია ძირითადად დედაჩემს ჩემზე აქვს. და ცუდი იმით არის, რომ დან ძმა არ მყავს და მარტო ვარ. ჩემს შვილებს დავარქმევ ლუკას, ლიზის, ნიკას და ასე შემდეგ. ჩემი სკოლა მომწონს, იმიტომ რომ მყავს კარგი მეგობრები და მასწავლებელი. ჩემი საყვარელი საგანია ინგლისური. საყვარელი მასწავლებელია ჩემი დამრიგებელი ხათუნა ოსტიაშვილი, იმიტომ რომ ის არის საყვარელი და ძალიან გამგებიანი. ჩემი სკოლის დირექტორი რო ვიყო, შევცვლიდი სკოლის გარეგნობას. მაგალითად, გავაკეთებდი სტადიონს, მივამატებდი შენობებს და უფრო გავხდიდი ფართოს. ერთი სიტყვით მინდა იყოს ჩემი სკოლა ფერადი. მე ასევე მიყვარს ცეკვა. ადრე დავდიოდი ცეკვის წრეზე და მერე გამომედი. სამწუხაროდ დრო აღარ მყოფნიდა და ამის გამო ძალიან დამწყდა გული. ჩემი დროის უმეტესი ნაწილი იხარჯება სკოლაში, ტელეფონის თამაშში და ძილში. ჩემი საყვარელი ცეკვაა აჭარული. საყვარელი ილეთია ეს. ორჯერ მქონდა კონცერტი და უფრო მომეწონა მეორე. იმიტომ რომ ეს კონცერტი მქონდა მაკედონიაში. ეს იყო ყველაზე კარგი მოგზაურობა ჩემს ცხოვრებაში. აწესა მოგზაუროთ სიამოვნებით წავიდოდი ესპანეთში. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, გავხდებოდი წარმატებული ბიზნესმენი. რესტორნის სასტუმროს ამბები უკვე კი ვთქვი. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა, რომელი ქვეყნის დედოფალი ვიქნებოდი. მე ვიქნებოდი ამერიკის დედოფალი. ესპანეთიც შეიძლება, მაგრამ ამერიკა მირჩევენ. შემდეგ მონაწილეს უტოვებ ასეთ შეკითხვას. ვინ არის ყველაზე ცნობილი ადამიანი? მაგალითად, ჩემი აზრით ყველაზე ცნობილი ადამიანია მაიკლ ჯექსონი. ბედნიერება არის ის, რომ გავარ დედაჩემს. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.